გამარჯობა, ჩემი სახელია მარსელინი. იცით რა არის აისბერგი? კი, ეს არის. მაგრამ კიდევ აისბერგი არის პოპულარული რუბრიკა YouTube-ზე, სადაც ბლოგერები ეხებიან სხვადასხვა თემებს. და რაც უფრო ღრმად ჩადიხარ, მით უფრო საშინელი სიმართლე და დეტალები იხსნება. დღეს ჩვენ ჩავუღრმავდებით დისნეის საშინელ სიმართლეს. მე მოგიყვებით თუ რატომ არის Walt Disney-ის ყველაზე პოპულარული მულტფილმი პლაგიატი. და რატომ დასჭა ეს ყველაფერი დაუსჯელი? რატომ ფიქრობს Walt Disney, რომ ყველა დედა უნდა იყოს მკვდარი? რა საშინელი ინციდენტი მოხდა Disney-ის კრუიზის ლაინერზე, რომლის ჩუმად-დამალვა შეეცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. მოგიყვებით იმ რეალურ სიმართლეს, თუ რატომ დაიკეტა Disney-ის პირველი აკვაპარკი. დამიჯერეთ, ეს ფაქტები შეგაშფოთებთ. ტანზე ჟრუანტელი გაგირბენთ, როცა ჩავყვინთავთ და მივაღწევთ აისბერგის ყველაზე ღრმა წერტილს. მოიმზადეთ და ჩვენ ვიწყებთ. ყველა თქვენგანი იცით Disney-ის მულტფილმზე მეფე ლომი. და რას იფიქრებთ თუ გეტყვით, რომ არის პლაგიატი? სინამდვილეში ამ ისტორიის ორიგინალი ეკუთვნის იაპონიას. როდესაც მულტფილმი პირველად გამოვიდა, ყველამ დააბრალა Disney-ის კომპანიას, რადგან თურმე არსებობს ასეთი მულტსერიალი იაპონიაში და ჰქვია თეთრი ლომი კიმბა. თავდაპირველად ეს იყო არა მარტო მულტფილმი, არამედ უშვებდნენ მანგას 1956 წლიდან. ანუ უფრო ადრე იყო ვიდრე მულტფილმი მეფე ლომი. სცენარი აშკარად განსხვავებული აქვთ, მაგრამ პერსონაჟების მსგავსება ხალხს დააფიქრა, იქნებ პლაგიატია. და ყველაზე დიდი მსგავსება სიმბა და კიმბა. სახლებიც აქვს თითქმის ერთნაირი. ბოროტი ლომი, ბრძენი ბაბუინი, მსგავსი გიენები. მთლიანობაში ყველა პერსონაჟები მსგავსები არიან. რეჟისორი მეფე ლომის თქვა, რომ მოქმედება ხდება აფრიკაში და ყველა პერსონაჟი შეიძლება გავდეს, რადგან მანდ შეხვდებიან მხოლოდ იმ ადგილის ბინადარი ცხოველები და ეს უბრალოდ დამთხვევაა. მაგრამ რაც ეხება სახელებს, კიმბა და სიმბა ორივე მთავარი პერსონაჟები არიან. იმის შემდეგ, რაც გამოვიდა მულტფილმი მეფე ლომი, რამოდენიმე იაპონელმა მხატვარმა გაუგზავნა წერილი Disney-ის კომპანიას, რომ ეღიარებინათ ასამა ტეზუკის დამსახურება. ადამიანი, რომელმაც რეალურად მოიგონა ეს ანიმაცია. და ყველაზე საინტერესო ფაქტი, თურმე აღმოჩნდა, რომ ასამა ტეზუკი პირადად იცნობდა Walt Disney-ს. ისინი გაიცნეს ერთმანეთი ნიუ-იორკში გამოფენაზე. Walt Disney იცოდა კიმბას შესახებ და უთხრა კიდევაც, მინდა შევქმნა რაღაც მსგავსი. აი მე უბრალოდ ავიღებ შენს მულტფილმს. მაგარი განსხვავებული შექმნა არა? ხოლო ახლა უნდა ჩავყვინთოთ, რადგან ჩავდივართ უფრო ღრმად. შეგიმჩნევიათ თუ არა, რომ Disney-ის თითქმის ყველა გმირს არ ყავს დედა. დედა არ ყავს არიელს, ბელის, ჟასმინს, ალადინს, კონკიას, ფიფქიას და ბემბსაც კი. არიელის დედა არის დედოფალი ათენა და სამწუხაროდ ის გარდაიცვალა დიდ მეკობრულ გემთან შეჯახებისას, როდესაც არიელი სულ პატარა იყო. კონკიას დედა გარდაიცვალა, როცა კონკია იყო 5 წლის. მძინარე მზეთუნახავი, პრინცესა აურორა დაიბადა თუ არა ის დააშორეს მშობლებისგან. და რა შეეხება ფიფქიას, დედამისი გარდაიცვალა და ფიფქიას მამამ მოიყვანა ბოროტი დედინაცვალი. ბემბის დედა კვდება. ჟასმინს არ ყავს დედა, მხოლოდ მამა, მზეთუნახავი და ურჩხული, ბელი. დედამისი გარდაიცვალა პარიზში შავი ჭირისგან. ერთ მომენტში Walt Disney-მ გადაწყვიტა, რომ ყველა დედა უნდა იყოს მკვდარი. არსებობს ორი აზრი. პირველი ნაკლებად ბნელია. შესაძლებელია Walt Disney-მ ამგვარად გვანახა, თუ როგორ იზრდება და ფორმდება მთავარი გმირი. ხოლო მეორე ვარიანტი უფრო ბნელია და სავარაუდოდ მართალი. Walt Disney და მისი ძმა როი 30-იან წლების ბოლოს პირველად დაიწყეს ანიმაციებში კარგი ფულის შემუშავება. ძმებმა გადაწყვიტეს ამ ფულით ეყიდათ სახლი თავისი მშობლებისთვის სამხრეთ კალიფორნიაში. სახლის ცენტრალური გათბობის სისტემაში გამოიყენებოდა ბუნებრივი აირი, როგორც ჩვენ საქართველოში. და ერთხელ მოხდა გაზის გაჟონვა. დედამ დაურეკა Walt-ს და შეატყობინა პრობლემაზე. Walt Disney მაშინვე გამოიძახა ბრიგადა, რომელმაც მოაგვარა პრობლემა, მაგრამ კარგად ვერ შეასრულეს თავისი საქმე, რადგან გაზის გაჟონვა განმეორდა. Walt Disney-ის მამამ დაიწყო გაზისგან დახრჩობა, მაგრამ სანამ გამოვიდედა სახლიდან, მან გადაწყვიტა ეპოვა თავისი ცოლი და იპოვა ის აბაზანის ოთახში, გონება დაკარგული. Walt Disney-ის მამა გადარჩა, ხოლო დედა სამწუხაროდ
ვერა. შემდგომ Walt Disney-ს დაამტკვა ინტერვიუში, რომ Walt Disney დღემდე ვერ პატიობს საკუთარ თავს, რადგან ზუსტად მან გამოიძახა ისეთი ბრიგადა, რომელმაც ვერ გააკეთა თავისი საქმე კარგად და წლების შემდეგაც უჭირდა ამ თემაზე საუბარი. ეს ფაქტი Walt Disney-ს ბიოგრაფიიდან განმარტავს, თუ რატომ არ ყავს თითქმის ყველა მთავარ პერსონაჟს დედა. ან მშობლებს რაღაც ცუდი მოსდით. ახლა ფაქტები კიდევ უფრო ბნელი იქნება, რადგან ჩავდივართ უფრო ღრმად. ყველას ერთხელ მაინც სმენია ჯადოსნურ და ლამაზ Disneyland-ის პარკის შესახებ. იქ ძალიან ჯადოსნური ატმოსფეროა და მართლაც ძალიან მაგარია. ისეთი შეგრძნება გაქვს თითქოს სხვა პლანეტაზე ხარ. მან თქვენ არ გაქვთ წუხილი და პრობლემები. დავფიქრდი, რომ მან მუშაობა ნამდვილად მაგარია და სახალისო. ზუსტად ასე იფიქრა დები სტოუნი. 1974 წელს დები სტოუნმა დაიწყო მუშაობა Disneyland-ის ერთ-ერთ პარკში. ხოლო ზაფხულის არდადეგებზე უნდა ემუშავა. ძალიან ნატრობდა ამ სამსახურზე. მას მართლა მოსწონდა Disneyland-ი და იქაური ატმოსფერო. 28 ივნისი 1974 წელი. იხსნება ახალი ატრაქციონი. უფრო სწორად თეატრალური სცენა. რადგან მაყურებლები ზიან ისე როგორც თეატრში, ხოლო მათ წინ არის სცენა, რომელზეც ხდება რაღაც მოქმედებები, სცენა ტრიალებს, იცვლება დეკორაციები, ხოლო თქვენ უბრალოდ ზიხართ და უყურებთ. დები სტოუნის დავალება მდგომარეობდა იმაში, რომ იდგა სცენაზე და სპექტაკლის წინ ესალმებოდა მაყურებელს. სმენის წინ დები სტოუნმა დაურეკა მშობლებს და უთხრა, რომ შეყვარებული არის და სთხოვა ნიშნობის ნებართვა. მშობლები ძალიან ბედნიერები იყვნენ და შემდეგ დები წავიდა ატრაქციონზე, რომელსაც ჰქვია ამერიკა მღერის. ზუსტად ეს თეატრალური სცენა. ბოლო სეანსის დრო იყო. ასეთი თეატრალური სცენა იმ დროისთვის რაღაც ახალი იყო, რომ სცენა ტრიალებს და იცვლება დეკორაციები და Disneyland-მა ერთ-ერთმა პირველმა შემოიტანა ეს სიახლე. დრო 11-ის ნახევარია. დამთავრდა ბოლო აქტი. სცენა ტრიალებს და იცვლება დეკორაციები და გრძელდება ეს 45 წამი. სცენა ისევ ბრუნდება და მაყურებლებს ესმით საშინელი ყვირილი. მაყურებლებმა იფიქრეს, რომ ეს შოუს ნაწილია და არ მიაქციეს ყურადღება, მაგრამ ოპერატორები, რომლებიც მართავდნენ ამ სცენით, მიხვდნენ, რომ რაღაც არ მიდის კარგად. დები სტოუნი იყო ცოცხლად გაჭყლეტილი სცენის და კედლის შორის. დღემდე გაუგებარია თუ როგორ აღმოჩნდა დები მანდ. შეიძლება გადადიოდა ერთი სცენიდან მეორეზე. ან შემთხვევით ფეხი წამოკრა სიბნელეში სპექტაკლის დროს და სცენამ დაიწყო მოძრაობა. ამ საშინელი ინციდენტის შემდეგ Disneyland-ი იკეტება 2 დღით, ხოლო სცენა, სადაც დები გარდაიცვალა, დაიკეტა კიდევ 1 წლით. ამ 1 წლის მანძილზე ეს თეატრი გაუმჯობესეს და დააყენეს სენსორები, რომელიც აფრთხილებდა, რომ სცენაზე ვიღაც დგას, რომ მეორეჯერ ასეთი საშინელი ინციდენტი არ განმეორდეს. ალბათ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს ამ ისტორიაზე საშინელი. დამიჯერეთ, არის. გაიკეთეთ ღვედი, რადგან ჩვენ მივიმგზავრებით კრუიზის ლაინერზე Disney-ის კომპანიისგან. პირველი Disney-ის კრუიზის ლაინერი გაჩნდა 1999 წელს. ის წელი, როცა მე დავიბადე. კაი, გავაქცელოთ. ვერ ვიტყოდი, რომ არჩიეს კარგი პრომო სურათი. რადგან Titanic-ი ჩაიძირა. Anyway, ლაინერზე არის ბევრი გასართობები, როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. მან ყველგან შეხვდება Disney-ის საყვარელი სიმბოლიკა. ოთახებში, პირსახოცებზე, შეხვდებით საყვარელ პერსონაჟებს, რომლებიც ართობენ ხალხს. კრუიზზე იპოვეთ არაჩვეულებრივ კოსტუმირებულ თეატრალურ წარმოდგენებს, ძვირადღირებულ რესტორნებს, რომელიც შედის ფასში. ყველაფერი მეტყველობს იმაზე, რომ გექნებათ არაჩვეულებრივი, დაუვიწყებელი, მაგიური დასვენების დღეები Disney-ის კრუიზის ლაინერზე. მაგრამ 2012 წელს მოხდა საშინელი ინციდენტი ამ კრუიზის ლაინერზე, რომელიც Disney-მ შეეცადა დაემალა, როგორც ყოველთვის. პატარა გოგო და მისი ბებია ისვენებდნენ ამ კრუიზზე. და როდესაც გოგონა შევიდა მარტო ლიფტში და თანამშრომელმა, კრუიზის თანამშრომელმა, დაიწყო მისი შევიწროება ლიფტში. შევიწროება ყველაზე საშინელი მნიშვნელობით. რაც კი შეგიძლია წარმოიდგინოთ. გოგონა მოუყვა თუ არა ეს თავის ბებიას, ისინი მაშინვე გაიქცნენ სტუმრების მიღების სერვისში, რომ განაცხადონ სხვის მიერ ჩადენილ დანაშაულზე. მან დახვდათ დოუ ტაპლინი, დაცვის სამსახურის თანამშრომელი. მან მაშინვე გადაახვია კამერები და დაინახა საშინელი სურათი, რომელიც დაადასტურა ბებიას და გოგონას მოყოლილი ამბავი. ამ კადრებიდან თქვენ ხედავთ, როგორ შედის გოგონა და თანამშრომელი ლიფტში. ხოლო რა მოხდა ლიფტში? თქვენ თვითონაც ხვდებით, რატომ არ არის ფართო
ჩვენებაზე გამოტანილი. ტაპლინი დაცვის სამსახურის თანამშრომელი, მანამდე მუშაობდა პოლიციაში 17 წელი. პირველი მისი მოქმედება იყო ის, რომ დარეკა გემის მოადგილეს. მან მოუყვა ყველაფერი და შესთავაზა მაშინვე დაერეკა მის საკონტაქტო პირს FSB-ში. მაგრამ გემის მოადგილეს პასუხი იყო შემაშფოთებელი. ბრძანება მომცა, რომ არსად დამერეკა. საერთოდ არაფერი გამეკეთებინა. არაფერი და წერტილი. უბრალოდ მითხრეს იყავი ჩუმად. ნუ რას ფიქრობთ ამაზე? თქვენ ფიქრობთ, რომ დაცვლად ხართ, მაგრამ არა. საერთოდ ეს კრუიზის ლაინერი მიიმართებოდა აშშ-დან ბაჰამის კუნძულებზე და დანაშაულის ჩადენის დროს ეს ლაინერი იმყოფებოდა ამერიკაში. ზუსტად ამიტომ შესთავაზა ტაპლინმა, რომ დაერეკათ პოლიციაში. მაგრამ თუ დისნეი გადასცემდა თავის თანამშრომელს დამნაშავეს აშშ-ის ხელისუფლებას, ეს ამბავი ფართო გამოხმაურებას გამოიწვევდა, ხოლო კომპანიას ეს არ სჭირდება. ანუ დისნეიმ ისევ შეეცადა სიმართლის დაფარვა, რომ არავინ არაფერი გაიგოს, რომ ყველაფერი ჩაიაროს ჩუმად და წყნარად. მაგრამ საბედნიეროდ გვაქვს სიტყვები ყოფილი თანამშრომლის. იმის მერე რაც მოხდა ეს ამბავი, ლაინერმა უბრალოდ გააგრძელა გზა და ახლა მიემგზავრებოდა ბაჰამის კუნძულებზე. თითქოს და არაფერი მომხდარა. და ყველაზე საშინელია, რომ დამნაშავე არ იცოდა, რომ დაცვის სამსახური ლაინერზე უკვე იცოდნენ მასზე. და უბრალოდ გააგრძელა მუშაობა. ამის მეშვეობით დისნეი საფრთხეს უქმნიდა სხვა ბავშვებს. დამნაშავე კიდევ ლაინერზეა. ის არ ჩაკეტეს ცალკე ოთახში გამოძიებამდე. არ გადასცეს პოლიციას. უბრალოდ გადაწყვიტეს არაფერი მოემოქმედათ. როცა კომპანიის რეპუტაცია უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ბავშვების უსაფრთხოება. მაგრამ რაც მოხდა, მაინც გადასცეს აშშ-ის სანაპიროს დაცვის სამსახურს. და რატომღაც მაინც არაფერი გააკეთეს. კრუიზის ლაინერი მაინც მიაღწია დანიშნულების ადგილას ბაჰამის კუნძულებს და მან საქმე გადასცეს ბაჰამის პოლიციას. და აი რა თქვა ლაინერის დაცვის სამსახურის თანამშრომელი დოუ ტაპლინი. ჩემი პროფესიონალური და პირადი აზრით, მათ უნდათ აშშ-ს დატოვება. დამნაშავე გაეშვათ ბაჰამის კუნძულებზე და უბრალოდ დაეტოვათ ეს საქმე როგორც არის. როდესაც გემი მივიდა ბაჰამის პორტში, დამნაშავემ ყველაფერი აღიარა. მაგრამ ყველაზე საინტერესოა, რომ ბებიამ არ დაიწყო სასამართლო საქმის გახსნა. რაღაც უცნაური მიზეზების გამო ბებიამაც გადაწყვიტა დაეტოვათ ეს საქმე როგორც არის. აქ სავარაუდოდ ბებიას გადაუხადეს დიდი ფული. იმისთვის რომ ყველაფერი დაივიწყონ. ან შეიძლება ემუქრებოდნენ, ან შეიძლება ორივე ერთად. ბოლოს და ბოლოს დისნეის კომპანიამ გააგზავნა დამნაშავე ბაჰამის კუნძულებიდან თვითმფრინავით თავის მშობლიურ ინდოეთში. ანუ გამოდის რომ კომპანიამ ბილეთებიც კი გადაუხადა. რა საყვარლობა. თავარია დარჩეს თავის ქვეყანაში და არასდროს არაფერი არ თქვას ამაზე. სავარაუდოდ კანონით არც დაისაჯა. უბრალოდ გაუშვეს სახლში. საბოლოოდ ტაპლინსაც მისცეს ერთკვირიანი დასვენება, რომ ყველაფერი დაივიწყოს. შემდეგ ის დაბრუნდა ლაინერზე, იმუშავა 9 თვე და წამოვიდა სამსახურიდან. ნუ თქვენი იცით რატომაც. ამით დისნეიმ გვანახა, რომ უსაფრთხოება კი კაია, მაგრამ რეპუტაცია უფრო ძვირია. და ჩვენ მივახციეთ აისბერგის ყველაზე ღრმა წერტილს და ახლა გაიგებთ ყველაზე საშინელ ისტორიას. ძალიან მწუხვარ, მაგრამ ეს სიმართლეა. 1966 წელს იხსნება დისნეის კომპანიისგან პირველი აკვაპარკი, რომელსაც ჰქვია River Country. River Country, big river country, it's a hoop, it's a holler, it's a water jamboree. გამოიყურება ის როგორც ნებისმიერი ბავშვის ოცნება. მისთვის იყო გადაღებული უამრავი სარეკლამო ვიდეო, რომელიც ხელი შეუწყო ხალხის შემოდინებას ამ აკვაპარკში. ის იყო ძალიან პოპულარული, მაგრამ 2001 წელს ის ჩუმჩუმად დაიხურა. რატომ დაიხურა? რა მოხდა ასეთი? დღესდღეობითაც არ მუშაობს და უბრალოდ ნანგრევებია დარჩენილი. კომპანიამ თქვა, რომ გადაწყვიტეს პარკის დახურვა, რადგან ხალხის შემოდინება შემცირდა. დამაჯერებლად ჟღერს, მაგრამ ეს არ არის სიმართლე. რეალურად სიმართლე უფრო შემაშფოთებელი იყო. ამ მიზეზმა იმდენად შემაშინა, რომ ცოტა არ იყოს მეშინია აკვაპარკების. პარკი River Country აშენებულია ტბაზე Bay Lake. 2001 წელს ამ ტბაში აღმოაჩინეს ნიგლერია ფოულერა. ეს ისეთი ამებაა, სიცოცხლისთვის სახიფათო. კიდევ ეძახიან ტვინის მჭამელა ამებას. ამებას სახელად ფოულერის ნიგლერია აღმოაჩინეს
თბილ სუფთა წყალში, მაგალითად ტბებში და მდინარეებში. ის შედის ცხვირიდან, შედის ტვინში და იწყებს ტვინის ქსოვილების განადგურებას და სამწუხაროდ იწვევს სიკვდილს ძალიან მოკლე დროში. ეს ტბა იყო ძირითადი წყლის წყარო მთლიანი აკვაპარკისთვის და შიგნით იყო აღმოჩენილი ტვინის მჭამელა ამება. ზოგის აზრით 2001 წელს ზუსტად ამის გამო დაიკეტა. მაგრამ ხალხი რომ არ შეაშინონ, უბრალოდ თქვენს რომ ვიკეტებით, რადგან იმდენი ხალხი აღარ შემოდის. მაგრამ ეს ყველაფერი ტყუილია. მაგრამ კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც აღმოჩნდა, უფრო შემაშინა. აღმოჩნდა, რომ 1980 წელს ამ აკვაპარკში გარდაიცვალა ერთი სტუმარი ზუსტად ამ ამებისგან. იმის შემდეგ, რაც 80-იან წლებში გარდაიცვალა აკვაპარკში სტუმარი, პარკმა გააგრძელა მუშაობა კიდევ 20 წელი. და მიჩნდება კითხვა, იქნებ და დისნეიმ სულ თავიდანვე იცოდა, რომ ამ ტბაში იყო ეს ამება. მაგრამ გადაწყვიტეს უბრალოდ თვალები დაეხუჭათ. წარმოიდგინეთ, რომ მარტო ააშენეს აკვაპარკი 1976-ში და 4 წელიწადში, 1980 წელს, გარდაიცვალა პირველი ადამიანი ამ ამებისგან. და იფიქრეს, ნუ ჯერ ჩვენ არ ავანაზღაურეთ ეს აკვაპარკი, ამიტომ უნდა ვიმუშაოთ კიდევ 20 წელი. რომ ინვესტირებული ფული ავანაზღაუროთ. ამიტომ არ შეგვიძლია დავიკეტოთ ახლავე. ზოგადად დისნეის კომპანიის ბრალი არ არის, რომ ამ ტბაში ბინადრობს ეს ამება. ეს უბრალოდ ბუნებაა და არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. მაგრამ იცით რა არის უცნაური? იმის შემდეგ რაც დაიკეტა, დისნეის კომპანია ცდილობდა მოეფიქრებინა რაღაც პროექტები, რომელიც შეძლებდა ამ აკვაპარკის ჩანაცვლებას. თავდაპირველად მოიფიქრეს პატარა სახლების აშენება ტბის სანაპიროზე, პაკაჰონტას სტილში. მაგრამ შემდეგ ეს პროექტი დახურეს. შემდეგ თქვენს რომ მანდ იქნება რეზორტი, დიდი სასტუმრო წყლის პირას. დაიწყეს უკვე მიწის მომზადება, მაგრამ შემდგომ რაღაც მიზეზების გამო დახურეს ეს პროექტი. ალბათ მიხვდნენ რომ ცუდი აზრია დიდი სასტუმროს აშენება ასეთ სახიფათო ადგილას, სადაც შეიძლება ხალხი მოკვდეს. დღეისთვის ეს იყო და იმედია მოგეწონათ აისბერგის სტილში გადაღებული ვიდეო. შემდეგში გელოდებათ უფრო საინტერესო აისბერგები, ხოლო მე ამაზე და გამშვიდობებით შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის. მოერიდეთ აკვაპარკებს. ნახვამდის.